პირველი მტკივნეული სექსი. უნდა გეშინოდეთ თუ არა. პირველი სქესობრივი კონტაქტი მტკივნეულია. ეს ფრაზა ხშირად გვესმის. ამიტომ მოდით ავხსნათ, როდის არის ეს ნორმალური და როდის არის ეს პრობლემა. პირველ სქესობრივ კონტაქტს შესაძლოა რეალურად ახდეს გარკვეული სახის დისკომფორტი, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მოვლენა. ამის რამოდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზია შიში და დაძაბულობა. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, მის ორგანიზმში კუნთები უნებლიეთ იჭიმება, მათ შორის საშოს კუნთებიც, რაც სექსს არაკომფორტულს და ზოგჯერ მტკივნეულს ხდის. მეორე მიზეზი საშოს არასაკმარისი ბუნებრივი დატენიანება. რაც უფრო მოდუნებულია ქალი და რაც უფრო ხანგრძლივია წინა სექსუალური პრელუდია, მით უფრო ადვილად ეწყობა სხეულის სქესობრივი კონტაქტისათვის. ასეთ შემთხვევაში ლუბრიკანტის გამოყენება საგრძნობლად აადვილებს პირველ სქესობრივ კონტაქტს. ასევე გასათვალისწინებელია ჰიმენის სტრუქტურა. ის ყველა ქალში შესაძლებელი არის განსხვავებული იყოს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ელასტიური, ზოგთან კი მკვრივი. მტკივნეული პირველი სექსი ასევე შესაძლებელია უკავშირდებოდეს ზოგიერთ გინეკოლოგიურ პრობლემას, მაგალითად ვაგინიზმი, როდესაც ხდება საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა და ასეთ შემთხვევაში სექსი შეუძლებელი ხდება ან ძალიან მტკივნეულია. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პირველი სქესობრივი კონტაქტი მტკივნეული იყო? თუ ტკივილი მსუბუქია და მალევე გაქრა, ეს ნორმალურია. ხოლო თუ დისკომფორტი ნარჩუნდება, სექსი ყოველჯერზე მტკივნეულია და თან ახლავს სისხლიანი გამონადენი, მნიშვნელოვანია რომ მიმართოთ გინეკოლოგს.